ზესტაფონში უსნაძის ქუჩის გზაზე, რომელიც გომის საჩხერე ჭიათურა ზესტაფონის გზის შემადგენელია, სიტუაცია რთულია. ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც გზის ამ პერიმეტრზე წყალგაყვანილობის სისტემის სამონტაჟო სამუშაოები დაიწყო, რამაც გზა საავტომობილო ტრანსპორტისთვის კიდევ უფრო ავარიული გახადა. არ გაგზავნა. ცუდია, რა ვიცი, ახლა ასასვლელში მაინც ძალიან ცუდია. ხედავს ყველას თუ რა გზა არის. აბუჯებულია პატრონი ახალს. ძალიან ცუდი. პრობლემა ახლა არის თავისთავად, მაგრამ ის რაც უნდა გაკეთდეს ის წყლის ვარიანტი რაც არის. იმის ახლა უნდა მოვითმინოთ რა ვქნათ პატარა ხანი მაინც. ამ ზამთარში ალბათ ესე იქნება და მე პირგამოძახულზე შევკვიდე რომ გავაკეთებთ თავის არხები ამა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ ადგილობრივ ხელისუფლებასაც მივმართეთ. ვიცე-მერმა გვითხრა, რომ უზნაძის ქუჩის რეაბილიტაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრეროგატივაა და დასძინა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით უზნაძის ქუჩის კეთილმოწყობის პროექტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე სატენდერო პროცესი მიმდინარეობს. უზნაძის ქუჩასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ აღნიშნული გზაზე მიმდინარეობდა წყლის სისტემის მოწყობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც უკვე მთლიანად დასრულებულია. შესაბამისად, გამოაცხადა ტენდერი აღნიშნული გზა არ შედის მუნიციპალურ დაქვემდებარებაში, ის ეკუთვნის საავტომობილო გზების დეპარტამენტს. გამოცხადებულია ტენდერი, არის ტენდერში გამარჯვებულიც და ძალიან მალე უმოკლეს ხანში დაიწყება აღნიშნული გზის რეაბილიტაციაც და მოწესრიგდება კიდევ ერთხელ უზნაძის ქუჩა და ჩვენ შესაბამისად აღნიშნული ტროტუარები მოვაწყობთ და ასე რომ ვთქვათ, ერთი ახალი განახლებული ქუჩა შემოგვივა კიდევ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. უზნაძის ქუჩის რეაბილიტაციის შესახებ ჩვენ საავტომობილო გზების დეპარტამენტსაც მივწერეთ. დაგვიდასტურეს, რომ სამუშაოების დაწყება უახლოეს პერიოდში არის დაგეგმილი, თუმცა ვადები დაკონკრეტებული არ არის.